ჩვენს Ford Bronco-ზე საბარგული არის აღდგენილი. ცივად გასწორდა როგორც გეგმავდი. აი, ასე გამოიყურება, ეხლა მეტად ღრმა იყო, მაგრამ ეხლა ეს პატარა ნიუანსი დარჩა და ჯობია ეგრე იყოს, ვიდრე სულ ახლიდან შეღებილი და ასე შემდეგ. ისე კმაყოფილი ვარ, საკმაოდ ნორმალურად გამოვიდა. და რაც ჩვენს გეგმას შეეხება, რატო არის ეს მანქანა დაქოქელი და სად მივდივართ იმისთვის, რომ აიწყოს ეს მანქანა და საბოლოოდ დავამშვიდობოთ, როგორც იქნება, რავი, ერთ თვეზე მეტია ამ პატარა მანქანას ვაწყობთ, ამ პატარა დაზიანებას უბრალოდ რაღაც კატასტროფული არ ყოფილა, მაგრამ აი შრომატევადი აღმოჩნდა ეს მანქანაც და მოგვიწია ამ მანქანის ასე დიდხანს აღდგენა. მაგრამ რაც მთავარი არის, ეხლა უკვე ეს მანქანა თავის საფინიშე ზოლზეა, ასე რომ ფინიშთან ვართ ახლოს, კულმინაციას უახლოვდება ეს ჩვენი პროექტი და მოკლედ დავამშვიდობებით ძალიან მალე. ასე რომ წავედით და აღვადგინოთ ჩვენი Ford Bronco ბოლომდე. აშოტას ვესტუმროთ და წამოვიყვანოთ ჩვენი Buick Encore სახლისკენ. სახლისკენ არა, უფრო შესაღებად. იმიტომ რომ ისედაც გაიწელდა და ასედაც, ასე რომ სახლში ჯერ მაგ მანქანას არაფერი ესაქმება, უნდა მოიხოდოს სულ ბოლომდე. საქარე მინდა დაგვრჩა, მაგრამ ეგ მომავალში ჯერ წავიდეთ. აშოტას ვესტუმროთ, ვნახოთ რა მდგომარეობაშია ჩვენი Buick-ი, მისი სალონი და მისი აირბაგები, რას გვეტყვის აშოტა და მე ზუსტად მაქედან წავიდეთ იქ, სადაც უნდა შეღებონ ჩვენი მანქანა. ესე იგი, ესე გამოიყურება ჩვენი Buick-ი. აი, ძალიან წვრილად ჩანს, ნაკეცია ესე კიდევ უფრო დეტალურად ჩანს, ვიდრე თვალით ჩანს რა. აი, უკან რო დააკვირდე, იქაც ჩანს, მაგრამ რა ვიცი ხა, მაგის გამო მთელი სახურავის შეცვლა. სხვა მხრივ სალონი, აი, ესე გამოიყურება, საჭიც აყენია, სკამიც გაკერილია. უკანა სკამიც გაკერილია, აი, ასე გამოიყურება და მოკლედ ჩვენი Buick-იც იხოდება. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რამხელა საქმეც იყო ამაზე, ვფიქრობ ეხლა უკვე რომ $700 ცოტათი ძვირი არის, რაც მივეცი. ანუ საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თუ ბიუჯეტი არ გზღუდავთ, თუ რაღაცა ისეთი ბიუჯეტი არ გაქვთ, აი, მინდა თუ არა მანქანა უნდა იყიდო და წამოიყვანო, ჯობს დაამატო ეს $1500, რაც აქ უნდა დახარჯო და იყიდო ცოტათი ნაკლებად დაზიანებული. ეგ ლოგიკურია, ეგ ჩვეულებრივი ამბავია, უბრალოდ ხანდახან არის ისე, რომ ბიუჯეტში ვერ ეტევი და მანქანის ყიდვა გინდა. ან რავი, ჩემნაირად просто ზიხარ, უყურებროა, არავინ არ ურყავს და რა. რატომაც არა და ყიდული. ან ისე ხდება ხან ასე, მე კიდე რავი, იყვებით მაინც მანქანებზე. ვიყიდე ბაზარი არა. ესეც ჩემი ისტორიის ნაწილი არის. როგორც არ უნდა ვიწვალო, ის מחარებს რომ თქვენ გაჩვენებთ და მოკლედ ერთად გავდივართ ამ გზას. ეხლა უკვე თითქმის ყველა სირთულე არის გადალახული და გვჭირდება მარტო ვიზუალურად ამანქანის აწყობა, შეღება, აწყობა და სავალსაც მივხედავთ. სავალის გარდა საქარე მინაზე გვაქვს აი ესეთი სიტუაცია. ეგ უკვე ყველაფერი ისეთი დეტალებია, რაც ძალიან მარტივად გვარდება. აგი აშოტა თავის კაბინეტში ზის. მოგესალმებით, მეგობრებო. ვერ გამოვდივარ სამწუხაროდ. ისეთ დღეში ვართ, რა. მოკლედ მეც აღარ მოვაცდენ. წავედით, წავიყვანოთ ჩვენი Buick-ი შესაღებად. სალონი მზადა. მისია შესრულებულია GTA San Andreas-ში რომ იწერება ხოლმე ეს mission complete plus respect-ი, რამე აი მსგავსად არის ხა. თან მე მგონი სიცხე მაქვს, იმიტომ რომ ეს არ ხუმრობ ხოლმე. მოკლედ Buick-ი დავტოვეთ, ეხლა წავიღებ კანც ყავისფერ ბრონკოზე და როგორც იქნება დღევანდელი ჩემი დღე
დასრულებულად ჩაითვლება. წავალ სახში. ჩაგვიждდებით თქვენთვის ვიდეოს კეთებას. ესე სიმპათიურად გამოიყურება ჩვენი ყავისფერი Ford Bronco. მოკლედ დღეს ძალიან მდიდარი დღე მაქვს სხვადასხვა საქმიანობით. ხან ერთი კვირა შეიძლება სახში ვიждდე და საერთოდ არაფერი ვაკეთო. ან კიდე შეიძლება ერთ დღეში გავაკეთო ერთი კვირის საქმე. მოკლედ ეხა ზუსტად ის ერთი დღე არის, როდესაც ბევრი საქმე მომეწია ერთდროულად და ყველაფერს გავუმკლავდი. ასე რომ მე მგონი გაცივებამაც გამიარა. წავედი სახლისკენ, ცხელ-ცხელი ჩაი და ვიდეოს დაედიტება თქვენთვის. აბა, წავედით და დავტოვებთ ჯერჯერობით ამანქანას აქ და მე ერთიანად წავავალთ. ჩვენი ყავისფერი Ford Bronco არის მზად აწყობილია, ну მზად არ არის ჯერ მხოლოდ აწყობილია და ეხლა სანამ სახში წავიყვან, მინდა რომ ჩეკები დავსბროსო, რადგან ვნახოთ თუ რამე ისეთი არის, რაც ჩარჩენილია და რაც შეიძლება რომ ახლიდან აინთოს, ბარემ სახლამდე სანამ მივალთ კი აინთება. აი, კი მიწერს ეხლა hill starts რაღაც ასისტენტების შეცდომებს წერს და ასე შემდეგ. ასე რომ უნდა ვცადოთ რომ ყველაფერი გავთიშოთ. აბა ვნახოთ რა შეცდომებს წერს. აქ მარტო ტემპერატურის სენსორს მიწერს, რატომღაც. აბა ვნახოთ გავწმინდოთ. დავსბროსე, მაგრამ ჩეკები მაინც დარჩა. ну რა უნდა ეხლა ვნახოთ. მოკლედ რა საშინელი აპლიკაციები მაქვს რა იმ ვერც ერთი ვერ ხედავს აი ამ შეცდომას და არ ვიცი რანაირად აი ის მანქანა რო ახატია. აქ აი 4-4-ზე პრობლემაა და სავარაუდოდ რაღაცა ელექტრონულია. მაგრამ ამ ყველაფერს უნდა მიჩვენებდეს ელექტრონული თუ მით უმეტეს. მაგრამ სამწუხაროდ არ მიჩვენებს. რაც არ არის კარგი, მოკლედ ელექტროღების ხელოსნებთანაც უნდა მივიდეთ. დავით სახლისკენ. აგერ ჩვენი Ford Bronco. კულმინაციას უახლოვდებით ჩვენს პროექტებზე. Buick-ი დღეს უნდა შეიღებოს და დღეს სანამ სხვა საქმე არ მაქვს. ჩვენი Ford Bronco-s ჩეკებს უნდა მივხედოთ. ჩემი მოწყობილობა მთლად კარგი არ აღმოჩნდა ამის შემოწმებაში. საბოლოოდ Force-კანი ვიყიდე, მაგრამ იქაც მთლად შედეგიანი არ აღმოჩნდა. მე მეგონა რომ დავსბროსავ და გაქრება, მაგრამ მაღალი ძაბვა აჩვენა ABS-ის დატჩიკში. შესაბამისად ეხლა მე წავალ ელექტრიკოსებთან, ვინც პროფესიონალია ამ საქმეში და მომეხმარებიან. ჩემით ვერ მოვიდი. Not working hard. Yeah, right, picture that with a Kodak. Or better yet, go to Times Square, take a picture of me with a Kodak. Took my life from negative to positive, I just want you to know that. And tonight, let's enjoy life. Pitbull, Naya, Neo, that's right. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი Ford Bronco უკვე შეღებილია, პრობლემა გამოყო თავი ამ კაპოტთან და მოგვიწია ახლიდან შეღებო. სხვა მხრივ ეს მანქანა უკვე ნელ-ნელა მზადდება. ელექტროღების ხელოსანთანაც ვიყავით 4-4-ზე რაც აქვს ბლოკი, რაც მართავს მაგ 4-4-ზე სისტემას. ეგ არის დაზიანებული და ეგ არის სავარაუდოდ შესაძლებელი, შესაბამისად უნდა ავიღოთ ეგ ბლოკი და შევცვალოთ და მაგით მივხვდებით თუ რეალურად მაგაში არის თუ არა პრობლემა. რას ვაკეთებთ ახლა? ჩვენი Buick-ის ნაწილებს ვტენით Nissan Leaf-ში და მივდივართ ახლა ჩვენი Buick-ის სანახავად. წესით ახლა რეალურად შეღებილი უნდა ყოფილიყო და მაგიტო ჩავდივართ, თან მოვინახულებთ, თან შუა პროცესში თუ არის მაგასაც გადავიღებ, თან ნაწილებითაც დავტვირთავთ, რომ მე უკვე დრო აღარ დავხარჯოთ მაგაზე და ახლა თავისუფალი დრო გამოჩნდა და რატომაც არ გამოვიყენოთ. თქვენ კიდე შეგახსენებთ, რომ აი ეს არხი გამოიწეროთ, რადგან წინ საკმაოდ საინტერესო პროექტები გველის. როგორიც არის მაგალითად აი ეს არის ჩვენი შემდეგი პროექტის ნაწილები. საკმაოდ საინტერესო მანქანა არის, მსგავს ფასში მანქანა არასდროს არ მიყიდია ჩემთვის, ну მომხმარებლებისთვის კი, მაგრამ ჩემთვის ეს არის ყველაზე ძვირიანი ნაყიდი მანქანა, რაც კი აქამდე მიყიდია.
ასე რომ საინტერესო ვიდეოებს არ მოგაკლებთ თქვენ კიდე არ მომაკლოთ გამოწერები, ლაიქები და კეთილი კომენტარები. თუ რამის დამატება გინდათ თან რაღაცა არ მოგწონთ, თან რაღაცა პირიქით მოგწონთ, მოკლედ გახსნილი ვარ, ღია ვარ კრიტიკისთვის, ოღონდ კონსტრუქტიული კრიტიკის მომხრე ვარ. კომენტარებში დამიწერეთ რამე, რაც გაწუხებთ, რაც მოგწონთ და ასე შემდეგ. მითხარით და გავანვითარებ, ან პირიქით ცოტა უფრო მეტ დროს დავუთმობ, ან მოვაკლებრავით თქვენი სურვილი არის საერთოდ ყველაფერი. მოიწერეთ კომენტარებში. მე კიდე წავედი და ჩვენს Buick-ს მივხედოთ. თითქმის ყველა პრობლემა ჩვენს Ford Bronco-სთან არის გადაჭრილი. სუფთა უკვე მანქანა, კაპოტიც მზად არის. თლად კმაყოფილი არ ვარ იმით, რაც ამ მანქანასთან ხდება და როგორც არის შეღებილი. მაგრამ დრო არ მაქვს ფიზიკურად, რომ გადავღებო და მოკლედ აი ესე რაღაცნაირად წავიდა რა, აი მანქანა რაღაცნაირად რო იწყება ხოლმე და აი თითქოს სირთულეებით რო იწყება ხოლმე, სულ ბოლომდე მიყვება ხოლმე და მივიღებ ამას, იმიტომ რომ ფიზიკურად არც დრო არ მაქვს, აღარც ნერვი მაქვს. მოკლედ ეს მანქანა ისე იყოს როგორც არის. რაც შეეხება ბლოკი ვიყიდე უკვე. ეხა ზუსტად მაგაზე უნდა წავიდე, დავაპროგრამოთ და იმედია ეს 4-4-ის პრობლემაც მაგით გადაიჭრება და მოკლედ დავამშვიდობები ამ მანქანას, იმიტომ რომ აი ფიზიკურად მირჩევნია რომ იმავე ფასში ან იმაზე ნაკლებში გავყიდო ვიდრე მე მიზის, ვიდრე ამ მანქანას კიდე რაღაცები ვუკეთო. ასე რომ მოკლედ ხანდახან ასეც ხდება მეგობრებო. წავედი, მივხედო ეხა ამას ბოლომდე, ამის 4 და 4-ზე სისტემა გავმართო და მოკლედ დავამშვიდობო ამ მანქანას და აღარასდროს არ გავიხსენო საშინელება. სხვათა შორის რაც Buick-ს შეეხება, Buick-ი უკვე შეიღება და ხვალ უნდა წავიყვანოთ, ხვალან ზეგ უნდა წავიყვანოთ ასაწყობად, მაგრამ ეგ უკვე ცოტა მოგვიანებით. ეხა კიდე წავედით და მივხედოთ ჩვენს Ford Bronco-ს. ესე იგი, აი აქ არის ეს ბლოკი. აგერ. ეხა არ ვიცი როგორ უნდა მივიდე მაგამდე. ვერაფერმაც ვერ უშველა და ტყუილად ვშალე ეს სალონი. მოკლედ ისევ ელექტროობის პრობლემა გვაქვს, კიდე ელექტროობის ხელოსანი უნდა ვნახო, ვინც ამ ყველაფერს მიხედავს. ასე რომ ისტორია გრძელდება. ჩვენი Buick-ი არის შეღებილი, აი ასე გამოიყურება ეს უკანა ბამპერი, შევიღებთ შავად, დამატება უბრალოდ უკანა ბამპერის, წინა ბამპერის დამატებაც შავად არის. ვერცხლის ფერის ფანები არ ვართ დიდად. და ასეთი ცხვირი უჩანს ჩვენს Buick-ს. უკვე ასე თუ ისე უჩანს თავისი სახე, ასე ვთქვათ. უკვე გამოჩნდა როგორი მანქანა იქნება. ნორმალურია, ეხა უკვე მშვიდად ვარ, მშვიდები ყოველ შემდეგ ნაბიჯზე, იმიტომ რომ მანქანას ემსგავსება და უკვე ის აღარ არის, რაც ჩამოვიდა. ეგ კიდე ყველაზე საყვარელი ეტაპი არის ჩემი მანქანებში, იმიტომ რომ ზუსტად მან ჩანს რა შრომაც გააკეთე და ხვდები რომ სულ ცოტა დარჩა იდეალურამდე
მისაყვანად და მეორე სიცოცხლის მისაცემად ამ მანქანისთვის. ასე რომ მოკლედ ცოტაც და ჩვენი ბიუიკი იulis და სავარაუდოდ ამ მანქანის მიმოხილვასაც გადავიღებ რაღაცა პატარას 10 წუთიანს მოგიყვებით ამ ბიუიკზე, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არის, ეხლა რასაც ვაკვირდები ალბათ რო ვიყიდე, მაგით ვფიქრობ, ხვდება თვალში და მოგიყვებით ამ მანქანაზე, იქნებ თქვენს დაინტერესდეთ ამ მანქანით და რაც გამოვიარე და რა აზრით ჩამომიყალიბდა, მოგიყვებით ამ მანქანაზე, ასე რომ არხი გამოიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო, დაელოდეთ შემდეგ პროექტებს და ჯერჯერობით ვაგრძელებთ ამ მანქანის აწყობას. წავედით. ჩვენი გეგმის შემდეგი ნაწილი არის სავალის მოგვარება, იმიტომ რომ ტორმუს როდესაც ვაჭერთ, ფეხში გვირტყავს პედალი, ანუ რაღაც აპორნიარი გასაჩერხი სავარაუდოდ რაღაცა მაგდაგვარი იქნება. შესაბამისად, ეხლა წავალთ და სანამ დრო გვაქვს, სანამ ასაწყობად წავიყვანთ მაგ მანქანას, მოვაგვაროთ ჩვენი მანქანის სავალი ნაწილის პრობლემაც, რომ მე უკვე დროშიც მოვიგოთ. დავედით. $20 days, and we're going around playing silly games. Now you say it's slow me down, not right now. Then you make me walk away, but let it be known. გადაიდო დღეს ჩვენი სავალის თემა დავაგვიანეთ და აღარ სალით. ასე რომ ეხლა წავალთ მანქანას დავტოვებთ ასაწყობად. ესე იგი, როგორც იქნა გავიდა, კიდე რამდენიმე დღე ჩვენი ბიუიკი ახლა უკვე საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, რაღაც წვრილმანები დაგვჭა და პრობლემები მაინც გვაქვს, ეხლა რეალურად რადიატორმა გაუშვა, როდესაც ავაწყეთ მანქანა და დაშინელებაა, მოკლედ რადიატორის ნაყიდი გვაქვს, ეხლა უნდა ჩავიდეთ და შევცვალოთ რადიატორი. მზად ხართ თუ არა, რომ გაჩვენოთ ჩვენი ბიუიკი რეკორდულ ფასში, ნაყიდი, მანქანა, კი ვიწვალეთ, კი საკმაოდ ბევრი ვიარეთ და ეხლაც კი როდესაც მანქანა მზად არის უკვე და რეალურად უნდა ვიაროთ ამ მანქანით. მაინც რაღაცა პრობლემა გამოჩნდა, მაგრამ ნუ ეს არის რაც არის. რაც მთავარია, თვითონ მანქანა საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება. პოლირება გასაკეთებელი, ჯერ საკმაოდ ცოტა დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც შევღებეთ და ცოტა უნდა გაშრეს. პოლირება უშველის ამას კიდე გაიხსნება ფერიც. ესე გამოიყურება ჩვენი ბიუიკი. საერთაშორის ფერებს უხდება და შემოდგომა არის ყველაზე მაგარი დრო. საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება მართლაც და ნუ შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ ამ მანქანით. პატარ-პატარა წვრილმანები დაგვჭა, როგორც არის მაგალითად და ეს ლოგოტიპი. ჩვენ შევცვალეთ აი ამის ფერი, თუ გახსოვთ და ჩემი აზრით საკმაოდ კარგია და შეკრულად გამოიყურება მანქანა. უკანა მხრიდანაც იგივე ფერში არის ეს ბამპერის დამატება და ცოტათი სხვანაირია და მომწონს პატარ-პატარა ცვლილებები. სხვათა შორის ცვლილებებს რაც შეეხება, შეიძლება სამომავლოდ აი ესეც შეიღებოს შავად და უკვე საბოლოოდ ცოტა კიდევ უფრო გასიმპათიურდება ჩვენი ბიუიკი. მე უკვე ვნახოთ, შეიძლება სარკეები მივაყოლოთ და ჭერიც გავაშავოთ და ეგ იქნება ამ მანქანისთვის საბოლოო შტრიხები. სხვათა შორის რაც ჩვენს ბრონკოს შეეხება, ბრონკოს ჩეკები ვერ მოვაგვარე და აი ესე როგორც არის, ისევე გავატანე ახალ მფლობელს და მაგიტო ვეღარ გაჩვენებთ როგორ ვაწყობ მაგ მანქანას ბოლომდე, ასე რომ აი ესე უნდა მეთქვა თქვენთვის, რომ ბრონკოს დავამშვიდობეთ. დაგვრჩა ბიუიკი და ნუ ბიუიკი ჩვენს ხელში რჩება, შორს არ მიდის და ნელ-ნელა მე დროის მანძილზე მივხედავთ ამ მანქანას. ეხლა კიდე წავედით და ამის რადიატორები გვაქვს მოსაგვარებელი. სხვათა შორის ამ ბიუიკს კიდევ ერთი პრობლემა ქონდა, როგორც გახსოვთ სავალთან, ანუ ტორმუსს რო ვაჭირდით ხოლმე, ფეხში გვირტყავდა აი ABS-ი როგორც ურტყავს ხოლმე და აპორნების ბრალი იყო და აპორნებიც მოაგვარეს მე სანამ სხვა საქმეებს ვაგვარებდი, კამერის ის მრჩება. სანამ სხვა საქმეებს ვაგვარებდი, მამაჩემმა მიხედა ამ ბიუიკს და მოკლედ ეხლა უკვე სავალში ყველაფერი იდეალურად არის და მე კიდე კამერის ჩასადები მრჩება და მაგის საშუალება არ მაქვს რომ დავტოვო ხოლმე ესე. რომ წავედით.
Look, hey, why do I know that my time coming up? Out of my mind, all my time ain't enough. Stayed on my grind many times, I was stuck. Had to wax the real, rip betray out like I'm young, cause I am in the scenes I got. Little more to give y'all than the people I'm not. Step foot in the game, young lives change, Hate them more cause I'm up and I don't even fly like, but I'm here. აი დავიწყეთ თუ არა დაშლა მე აღმოჩნდა რომ ეს დაგვიწყდა აი ამის ყიდვა ეს არის სამაგრი რადიატორის და ეხლა მომარაგებულები ვართ ისევ მივდივართ დასასრულად ჯერ ცოტათი დავშალეთ მე ისევ ცოტათი ავაწყეთ მოვედით მოკლედ წრეებს ვუწყობთ მაგრამ საბოლოოდ მაინც ავაწყობთ დავედით მანქანის დასასრულად Everybody trying to stunt like they know the focus up. I know everybody stuck to a certain degree. They all hide it. That ain't something I'm with. Always keep it 10 toes. And if I choke up, I'm licking emotions. Roll me to this paper. Hey, I see you later. Shouldn't waste time with you goofies. But ooh, I fucking hate you. Sana mankana iqva me dros ar uqargav. Falcon starting to exploit with contact plays. Mouse have got to be ready for that. Psycho didn't call attack. He's trusting in his team to make this first round work. Wins ხართ counter-ის სტრიმებით დაინტერესებული და თამაშით ზოგადად ისტრიმება ხოლმე იშვიათად, მაგრამ ისტრიმება ხოლმე მეორე არხზე და დავლინკავ. თუ თulit რომ ამ არხზე უნდა გავსტრიმო ხოლმე თამაშებით, შეგიძლიათ რომ მოიწეროთ და ეგეც გამაგებინოთ. სათამაშო არხიც გვაქვს. Всё, ეგ არის, მოვაბრუნეთ ჩვენი ბიუიკის სახლისკენ. სახლშია დაგვრჩა ლოგოტიპი, დაგვრჩა რაღაც წვრილმანები, მაგრამ საბოლოო ჯამში დასრულებულია და რადიატორიც სულ ახალი აყენია. მოკლედ დღევანდელი დღე სრულდება, ამ მანქანას რო დავასრულებთ, მე ერთ მიმოხილვასაც გაჩვენებთ, ყველაზე იაფად ნაყიდი მანქანა ჩემს არხზე. სავარაუდოდ საინტერესო იქნება როგორი არის რეალურად და ღირს თუ არა ამის ყიდვა. და მათ მოგიყვებით ზუსტად ჩემს არხზე ამ მანქანაზე ვიყიდიდი თუ არა, რისთვის ვიყიდიდი და ასე შემდეგ. ასე რომ ახლა გამოიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს და ამის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გვექნება. Let's get down to business. One more night.